ამერიკულ საფონდო ბირჟებზე რეგისტრირებული კომპანიები ბიტკოინში ინვესტირებას განაგრძობენ. თუ ამ დრომდე ამ მიმართულებით უდავო ლიდერი მაიკლ სეილორის სტრატეჯია იყო ამჯერად ტენდენციას ელექტრონიკის და ვიდეო თამაშების ამერიკული ქსელი GameStop-ი შეუერთდა, რომელიც პერიოდულად ბიტკოინს იყიდის. ბიტკოინის შესაძენად კომპანია ნაღდ ფულს სავალო ფასიან ქაღალდებს და კომპანიის კაპიტალს გამოიყენებს, ხოლო თავად ბიტკოინი სახაზინო რეზერვად მოიაზრება. ეს კომპანია ინვესტორებისათვის დიდად საინტერესო და რელევანტური არ არის, თუმცა ის ძალიან უყვართ ტრეიდერებს. მას აქვს ეგრეთ წოდებული meme stock-ის, ასე ვთქვათ, სახელწოდება და კატეგორია, რაც იმაზე მეუთითებს, რომ ტრეიდერები ამ აქციით ძალიან ხშირად ვაჭრობენ. კომპანია, როდესაც meme stock-ი ხდება, მას ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმისათვის, რომ რელევანტურობა შეინარჩუნოს და საბაზრო კაპიტალიზაცია არ გააუფასურდეს. სწორედ ამიტომაც ერთ-ერთი რელევანტური გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში არის ბიტკოინის შეძენა, რადგანაც პრეზიდენტი ტრამპის პირობებში ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოინდუსტრია აღმავალია. შესაბამისად, ამ ტენდენციით სარგებლის მიღება სურს ამ კომპანიას, რომელსაც თავისი ბიზნეს მოდელი დიდად გამართული ნამდვილად არ აქვს და ზოგადად მის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის მენეჯმენტი ახლა უკვე ფსონს ბიტკოინზე დებს. ბიტკოინის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება GameStop-ის სამედვაყურაო საბჭო მიიღო და ის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებთან ერთად გაასაჯაროვა. 2024 წლის ბოლოს 3 თვეში GameStop-ის შემოსავალმა 1 მილიარდ 280 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 28%-იანი კლებაა. სანაცვლოდ გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც 131 მილიონ 300.000 დოლარი შეადგინა. შედეგების გასაჯაროებას GameStop-ის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო აქციები თითქმის 13%-ით გაწვრდა. საინტერესოა, რომ GameStop-ი არის კომპანია, რომლის მთავარი კონკურენტი არის არა სხვა ქსელი, არამედ გაციფრულების ტენდენცია, რადგან გეიმერები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ როგორც ონლაინ მაღაზიებს, ასევე ვიდეო თამაშების სტრიმინგ პლატფორმებს. შედეგად GameStop-ი დანახარჯების შემცირების სტრატეგიაზე გადაერთო. გასულ წელს GameStop-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში 590 ფილიალი დახურა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. არსებობს ვარაუდი, რომ ბიტკოინში ინვესტირება კომპანიამ სწორედ ძირითადი ბიზნესის წინაშე არსებული რისკების გამო გადაწყვიტა. ასეთივე გადაწყვეტილება თავის დროზე პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ MicroStrategy მიიღო, რომელიც დღეს 506.127 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულება დღევანდელი ფასებით დაახლოებით 44 მილიარდ 500 მილიონი დოლარია. სელორს თუ დავუჯერებთ, ბიტკოინი არის ყველაზე კარგი საინვესტიციო აქტივი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე უნახავს და სელორი იმასაც ამბობს, რომ მომდენო 10 წლეულების განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება ერთ მონეტაზე ჯერ $1,000,000 მიაღწევს, შემდეგ უკვე $10,000,000-საც და მეცაც. სელორი იმასაც კი ამბობს, რომ ბიტკოინი ერთ დროს პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი იქნება, რადგანაც ბიტკოინი თავისი არსით არის შეზღუდული მიწოდების აქტივი. 21 მილიონზე მეტ ბიტკოინს ვერასოდეს ვნახავთ, შესაბამისად თუ კი მოთხოვნა გაიზრდება და მიწოდება ვერ იზრდება, ეს გამოიწვევს მისი ფასის მატებას. სწორედ ამ დებულების ასე ვთქვათ, გათვალისწინებით სეილორი ინვესტიციას დებს ბიტკოინში ყოველწლიურად უკვე ძალიან დიდი ხანია და სავარაუდოდ ის ამას მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს. კორპორაციული ამერიკის მიერ ბიტკოინში ინვესტირება დიდწილად საფონდო ბირჟებზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების გამოჩენას უკავშირდება, რადგან მანამ სანამ ეს მოხდებოდა, კომპანიებს ციფრული აქტივები უშუალოდ კრიპტობირჟებიდან უნდა იყიდათ, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რომელთაც ტრადიციული ინვესტორები, როგორც წესი, გვერდსულია. ბირჟაზე ETF-ების გამოჩენა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ კრიპტოვალუტების მიმართ პოლიტიკის შერბილების ფონზე ბიტკოინში და სხვა ვალუტებში ინვესტირებას სავარაუდოდ უფრო და უფრო მეტი კომპანია დაიწყებს.